საგარეჯოში სახალხო დღესასწაული გარეჯობა 2026-ზე იმეს. ღონისძიებას ტრადიციულად სოფელ უდაბნოში ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლეს. გარეჯობის დაარსებიდან 50 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღი კი მასშტაბურად აღინიშნა. ღონისძიების მთავარი თემა იყო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორია მე-6 საუკუნიდან დღემდე. დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და სპორტული აქტივობა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდა დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები, ასევე მონაწილეობა მიიღოთ ღვინის დეგუსტაციაში. ღონისძიება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ორგანიზებით ნინო წმინდისა და საგარეჯოს მთავარეპისკოპოსის მეუფე ლუკას ლოცვა-კურთხევით გაიმართა. ღვთისმადლი არის დავანებული აქ. რო კურთხეულია, ფაქტია, იმიტომ რომ ამდენი მონაზონი მოწესე არ მოვიდოდა ამ ადგილებში ვაყოფილიყო ღვთივკურთხეული. და რომ ჩვენი მცველია დღევანდელ დღეს და ამ აღნიშნების დღეს ჩანს, რომ ხალხმა რა გინდა იცოდეს მნიშვნელობა ამისი, მოდის რომ უხილავი მადლით აივსოს და უკან სახში დაბრუნდეს გულსავსე. ადგილი არის ჯილდო ამ ქვეყნისათვის და ამ ხალხისათვის, ღვთისგან მოცემული. და ამ ჯილდოს განძს მოვლა ჭირდება და მოვლა მხოლოდ ერთია. ვისწავლოთ ღვთისსიყვარული, ცნების შესრულებით ვიცხოვროთ და მაშინ ამ უდაბნოსაც აღორძინებს ღვთისმადლი. უკვე წლებია ეს ღონისძიება იმართება და ვართ ძალიან ბედნიერები, მოვდივართ, ვიკრიბებით, არის ძალიან მშვიდი და ლამაზი გარემო, ახალგაზრდა თაობა ამ ყველაფერს ნახავს და ყოველწლიურად მე ალბათ ისინიც გააგრძელებენ. ჩვენ უკვე ძალიან ბევრი წელია ანსამბლი ჩინარის წევრი ვართ, დიახ, ანსამბლი ჩინარის წევრები ვართ ჩვენ და ძალიან მრავალი წელია, რაც ვიღებთ მონაწილეობას ამ დღესასწაულში და დღესაც ვართ ჩემი გარეჯელების